მოგესალმებით ძირფასო ტელემოყურებლებო. ეთერშია გაიცემა ალუბლის ქუჩა. მე კი მისი წამყვანი ანა ჰორსკი გახლავართ. დღევანდელი ჩვენი გაიცემის სტუმარი გახლავთ ყველასათვის საყვარელი კინომსახიობი, რეჟისორი, მწერალი, მოცეკვავე, ყველასათვის ცნობილი ადამიანი ბატონი გივი სიხარულიძე. ასევე დღევანდელი ჩვენი გაიცემის სტუმარი და ჩემი თანაწამყვანი გახლავთ ანა სოლომონაშვილი, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს და მიიღოს ამავე ტიპის გადაცემა. მოგესალმებით სტუმრებო. მოგესალმებით. მადლობა მოგზაურობისათვის. ბატონო გივი თქვენით მინდა დავიწყო, რა თქმა უნდა ჩვენი გაძემა ალუბლის ქუჩა ბავშვობაზე არის. ერთი კითხვით მინდა მოგვიყვეთ თქვენი ბავშვობის შესახებ, როგორი ბავშვი იყავით? ნუ ეხლა როგორი ბავშვი იცი, მე ომის შემდგომ პერიოდში დავიბადე. დიახ. 1944 წელს ვარ. პაპანაკება ომი რო იყო, მაშინ დავიბადე და შემდეგ ნუ გავიზარდე, უკვე ვიზრდებოდი ომის შემდგომ წლებში. ძალიან გაჭირება იყო შიმშილი ხალხი ახლად იდგავდა ფეხს სახელმწიფო საერთოდ არ იყო რა, ყველაფერი დაშლილი იყო და აი ნელ-ნელა ხალხი ფეხზე დადგა და რაც თავარი რა იყო, იცი შიმშილიც იყო. ესე იგი ჩაცმულახურულიც არ იყო ხალხი კარგად. აი ძალიან ცუდად იყო რა ყველაფერი, მაგრამ სიყვარული იყო ერთმანეთის მიმართ უდიდესი ხალხში. კაცობა იყო, სიცეცერე იყო, პატიოსნება იყო. და ადამიანის მიმართ სიყვარულის ჩუქება იყო. აი ეს იყო, აი ამ სიყვარულში გავიზარდე ზუსტად მეც და აი ამ მოფერებაში და აი ეს გაჭირებული ხალხი უფრო ედგა ერთმანეთს გვერდში, ვიდრე დღეს, აი მდიდარი ხალხი რო ედგას ერთმანეთს. აი გაჭირებაში დავინახე მე ყველაზე დიდი ჭეშმარიტება, რომელიც ჭეშმარიტებასაც ქვია ადამიანებისგან ერთმანეთის გაჭირებაში კი არა დახმარება კი არა გაჭირებაში შესვლა. აი როგორ კი არა რომ აი გვერდიდან რო თქვა რომ აი ამას უჭირდა ვახნე. არა, აი პირდაპირ შედიოდნენ ისინი ადამიანის გაჭირებაში და ეხმარებოდნენ. როგორ შეეძლოთ? ბატონო გივი, ბებიასთან და ბაბუასთან გატარებულ დროს როგორ გაიხსენეთ? მეც მე დედა მიყვარდა და მამაც ძალიან ორივე მაგრამ მე გეტყვით ერთმანეთს და ბებია მიყვარდა ძალიან, მაგრამ ყველაზე ძალიან მიყვარდა ბაბუა ჩემი. ეს იყო ნამდვილი ვაშკაცი, რაინდული თვისებების კაცი, რომლის აი თვისებები, მისი კაცური თვისებები, მამაკაცური. აი დღევანდელამდე მე მხიბლავს და მე დამაყობ იმის რომ მე ეგეთი ბაბუა მყავდა. და ჩემი ბაბუა იყო ჯაფარიძე გვარად. ვლადიმერ ჯაფარიძე, რაჭველი კაცი, უწესერესი ადამიანი. ანკა ჩვენ სტუმართან თუ გაქვთ რამდენიმე კითხოთ, შეგიძლიათ დავუსვა. დიახ, თუ მოგვიყვებით ტრადიციებზე, რა ტრადიციებს თქვენი ოჯახი რა ტრადიციებს მიყვებით? ეხლა რას მიყვებით ტრადიციებს? დიახ. რამე ქართული ტრადიცია თუ შეგრჩა? ნუ ჩემი იცით რა არის? აი ეხლა ეს კითხვა ცოტა სასაცილო კითხვაა. როგორ შეიძლება რომ ქართულ კაცს და ქართულ ოჯახს ტრადიცია არ შეჩეს, ტრადიციები არ კონდეს. თუ აი მაგ მდგომარეობამდეა მისული საქმე დღეს, რომ ტრადიციები შესარჩენად არის და არა იმათ, რომ ტრადიციული ოჯახები უნდა იყოს და ტრადიციული ოჯახებმა უნდა იცოცხლონ, იცხოვრონ და ქართველებმა მე უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ტრადიციებით, მაშინ დაღუპულა ქვეყანა. ტრადიციები კი არა შეგვრჩა. ჩემი ოჯახი ტრადიციებით ცხოვრობდა, ტრადიციებით იცხოვრობს. ასევე საქართველოში ყველა ოჯახი. მე ყველა ოჯახზე არ ვიცი, მაგრამ ჩემი ოჯახი ეგრეა. ნუ ჩვენს გარშემო ყველა ეგრე ტრადიციული ოჯახები არის. ბატონო გივი, სკოლის პერიოდს როგორ გაიხსენებდით? რამდენი დამჯერი მოსწავლე იყავით? ეხლა სკოლის პერიოდში გეტყვით, წყვილები არ მიყვარს, ყველა ცუდად ვსწავლობდი. სკოლაში სიარული არ მინდოდა. სულ ვჩხუბობდი კლასში. იმებზე რა ქვია, შესვენებებზე მეორე კლასის ბიჭებთან ვჩხუბობდი. და ესე იგი სულ გაგდებული ვიყავი, ესე იგი გამოვიცვალე ერთი რო არ მოგატყვიროთ 7 სკოლა. არავის არ მგონდა ჩემნაირი მოწაფე. არც სწავლა არ მიყვარდა. და თანაც კიდე მოჩხუბარი ვიყავი და ხულიგანი ძალიან. მაგრამ გეტყვით ერთ ამას, რომ აი დღევანდელი სკოლა, მაშინ ამით შეიძლებოდა გასულიყავი რა. მე კი ძალიან მოვინდომე ბოლოს უკვე და ძალიან ვიმეცადე ბოლო კლასებში, მაგრამ თავიდან არ მეცადე, მაგრამ ახალგაზრდას ვიდა უთხრა. რომ ნუ რა ვიცი იმედი ნუ ექნებათ. ნურც იმის უნივერსიტეტში მოეწყობა და მე რო ეხანდელი უნივერსიტეტში ოღონდ შენ ფული გადაიხადე და დაგამთავრებინებენ.
დღევანდელი ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ სწავლა ყველაზე ბეჯითად, ყველაზე მონდომებულად და შენი პიროვნება დღეს შენით უნდა შექმნა. ვერავინ ვერ გიშველის მხოლოდ შენი სპეციალობის ცოდნა, უზადო ცოდნა. ადრე იყო ხოლმე რომ ისეთ ხალხს აფასებდნენ, ვინც იყო განათლებული ყველაფერი რო იცოდა. დღეს ყველაფრის ცოდნა საჭირო არ არის. დღეს უნდა იცოდე ყველაზე ძალიან ის რა სპეციალობასაც დაეუფლები და უნდა იყო იმაში 100%. სპეციალისტი უნდა იყო, რა თქმა უნდა. ბატონო გივი, სკოლაში რა თქმა უნდა შატალონზე ხშირად დადიოდით ალბათ. შატალონზე არ დავდივდი, იმიტომ რომ სუგაგდებული ვიყავი კლასიდან და შატალო არ იყო, მთელი ცხოვრება შატალონზე გავატარე, იმიტომ რომ კლასიდან სუგაგდებული. მოთავეც იქნებოდი თქვა. მოთავეც ვიყავი და ყველაზე ცუდი მოსწავლე ვიყავი. მასწავლებს ხაფანგებს თუ უგებთ ან არა, ხა ეგეთი რამე არ ჩვენთვის მასალებელი იყო, აი რაღაც არის, აი აყვანილი ხოცაში, ღვთისნიერების და პატრიოტების განსაკუთრება და მაგას არ ვაკეთებთ. დილით ადრე ადგომა თუ გიჭირდათ? დილით ადრე? არა, საერთოდ არ მიჭირდა. ყოველთვის მე საერთოდ ეხლა ძალიან ადრე ვიღვიძებ და მაშინაც ადრე ვიღვიძებდი. და ერთხელ სოფელში ვიყავი ბებიაჩებთან და ბაბუაჩებთან და იმათ ვიწყესო. მოდიო ჩვენო მამალს საერთოდ გავუშვებთ სახლიდან რომ გავყიდითო. იმიტომ მამლის მაგივრად ჩვენ იქნებიო, იმიტომ 5 საათზე ვიღვიძებ. მამალს ვასწრებდი ადგომას. ანკა შენთან მინდა გადმოვიდე კითხვით. შენი გადაცემა რამდენი ხანია რაც გადის რუსეთის ტელესივრცეში და რა ქვია შენ გადაცემას? ჩემი გადაცემა არც ისე დიდი ხანი გადის, სადაც 6 თვე. მაგას ქვია მოსკვა ივსოანი. ჩვენ ვიწვევთ სტუმრებს და ვლაპარაკობთ ბავშვებთან. მოსკოვი და ყველაფერი მოსკოვის შესახებ. და აი რომელი ცნობილი ადამიანი იყო შენი გადაცემის სტუმარი? ჩვენთან მოდიოდა გეცოდინებათ ქსენია საბჩაკ, რა თქმა უნდა. ძინა კანდელაკი იყო. და ინტერესant. ქართველი მომღერლებიც მოდიოდნენ, როგორც მანანა თოდაძე. ჯერ ახლა დავიწყე ჩვენ და არ გვაქვს ისეთი დიდი გამოცდილება და მივდივართ. ბატონო გივი, თქვენთან დავუბრუნდები კითხვით. მაინტერესებს თქვენი სტუდენტური ცხოვრება როგორ განვითარდა სკოლის შემდეგ? აი სტუდენტური ცხოვრების ამოგახსენო, კი, ვსწავლობდი ინსტიტუტში, მაგრამ სავს არ ვიყავდი, იმიტომ მე ხა სუხშვილის და რამიშვილის ანსამბლის სოლისტი ვიყავი 11 წლის ბიჭი. და ნუ სულ ისე მიწერდა ხოლმე პროფესორ მასალებს ძალიან უყვარდი და სულ საზოგადოებრივ ვიყავი ხან ამერიკაში ხანსა და მაშინ 61 წელში საზოგადოებრივ ვერავინ ვერ დადიოდა ჩვენი ანსამბლის გარდა და მაისევის ანსამბლის გარდა. იდე იყო ესეთი იგარ მაისევა. ხო და სწავლით დიდად თავს არ ვიყავდი, მაგრამ აი მე უკვე სკოლის შემდეგ დავიწყე ჩემ თავზე მუშაობა, ძალიან დიდი მუშაობა ჩაუტარე ჩემ თავს სფეროში ლიტერატურის. და უკვე მე 4-5 წლის განმავლობაში სკოლის დამთავრების შემდეგ 4-5 წლის განმავლობაში მე მივახსენე იმას, რომ 5000 ლექსი ვიცოდი სეპირად. დაწყებული ლორდ ბაირონიდან რა ვიცი, თუ რენე დე შატობრიანი და გოეთე ჩვენი ლიტერატურა, ქართული ლიტერატურა ვაჟა-ფშაველიდან დაწყებული დიდ გალაქტიონამდე დამთავრებული და გურამიშვილი და სულ ყველა, ნუ სულზეპირად ვიცოდი. ამავე დროს რუსული პოეზია, მარინა ცვეტაევა, ანა ახმატოვა, პუშკინი, რა ვიცი, ლერმონტი, თუ ვინმე, აი საერთოდ ეს სოფლიოში ვინმე პოეტი და პროზაიკოსი არსებობდა, ყველაფერი აი ამაზე ვიმუშავე და ამას მივაღწიე. და შემდეგ გადავედი პროზაზე და მის შემდეგ გადავედი ისტორიულ ნაწარმოებებზე და ფილოსოფიაზე. და ძალიან მიყვარდა უტოპიური ფილოსოფია და მაგალითად აი უტოპიური ფილოსოფიის ესეთი მამამთავრები იყვნენ, ესეთი ხალხი როგორც იყო სინანო დე ბერჟერაკი, რომელმაც დაწერა გასუდარსტოლუნი მთვარის სახელმწიფო, ტომაზო კამპანელა, რომელმაც დაწერა მზის ქალაქი, ბეკონი, ამიტომ მე კიდე რელიგიურ ფილოსოფიას ვერზია ბერდიევის, გიპუში და შისტოვის ესე იგი თავოსნობით. ისე რომ აი ძალიან ვიმუშავე მე საკუთარ თავზე პირადად მე. ბატონო გივი, თქვენი წიგნები ძალიან ცნობილი არის საქართველოს ფარგლებს გარითაც და ერთ-ერთი ლექსი თუ შეგიძლიათ წაგვიკითხოთ ჩვენი ტელემაყურებლებისათვის და ჩვენთვის. თქვენი საყვარელი ლექსი. წაგიკითხავთ, აი ეს ლექსი მიყვარს ძალიან. დროის ათვლა ჩემო შენით დავიწყე, ნაღდათ ვიცი შენზევე დამთავრდება. ვერ გავიგე წუთი სოფლის ანბანი სად იწყება და სად გამთავრდება ამ ჩემ გულში შემოჭრილო გრიგალო. აღარ ვიცი საით გაგაგრიალო, დამიმსხვრიე, გულის შუშა ბანდები გიჟად ვიქეც,
გამიჩინე დარდები არც იახარ და არც მისი დობილი ემძელა ხარ მინდვრის ღელვით შობილი მესიოვა ძლიერ ქართაც მობილი შენ სიყვარულს ალათ მინდობილი ძალიან დიდი მადლობა ბატონო გივი შესანიშნავი ლექსისათვის. ბატონო გივი ახლა მინდა დაგისვათ კითხვები თქვენი კინომსახიობობის შესახებ. ძალიან ცნობილი ფილმების მსახიობი იყავით თქვენ უძინართამზე. თუ შეიძლება პირველი გითხრათ რომელი იყო თქვენი პირველი ფილმის? ჩემი პირველი ფილმი იყო გასეირნება, სადაც ვითამაშე ზურა თუთბერიძესთან მთავარ როლში. შემდეგ იყო რაღაც კიდე პატარ-პატარ ფილმები, მე იყო მთავარ როლში ვითამაშე კიდე მჭედლიძესთან, ამას ქვიოდა ამ ფილმს დაუმთავრებელი პორტრეტი, მხატვრის როლში ვიყავი. შემდეგ ამას მოყვა ფილმი უძინართამზე, რომელმაც აიღო ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე გრან-პრი, ვერცხლის დათვი, ნიკა, მოსკოვის ნიკა ყველაზე დიდი პრიზია. აიღო ტავრია იმაში, სოჩის ტავრია, ეს ყველაზე დიდი ის არის. აიღო ინტერფესტი, სულ ყველა პრიზები და ავიღეთ ოქროს არწივი აქ კიდე. ნუ ამის შემდეგ იყო ჩემი ფილმები, მრავალი ფილმში მქონდა, ესე იგი, კარგად იცი, მე მთავარ როლებში გადამიღეც. შემდეგ ამას მოყვა სერიალები. სერიალები ნათამაშე 140 სერიას მთავარ როლებში ვარ აქაც. და ეს სერიალები სხვადასხვა ცხელი ძაღლით. კი, ვიცი. გაიყიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გადაიტანა. ნუ თქვენ ცნობილი ხართ საქართველოს ფარგლებს გარეთაც. საფრანგეთშიც ვიცი რამდენი. საფრანგეთში გადამიღეს ფილმში მთავარ როლში თემურ ბაბლონა, საფრანგეთში მოღვაწეობს რეჟისორია, გადამიღო ფილმში რომელსაც ქვია ეყიტაშ მემკვიდრეობა. ამ ფილმმა აიღო სანდენსის ფესტივალზე ამერიკის შეერთებულ შტატებში პრიზი და ლას პალმას დე მალიორკაში აიღო ესპანეთში პრიზი. ეხლა მიწეული ვარ ისევ საფრანგეთში, ალბათ უნდა ამ ორ საფრთხეში გადამესწოს ისევ ახალი გადაღება საფრანგეთში თემურ ბაბლოვანთან და შეიძლება ესე მოხდეს, რომ ჩემი წიგნიც ფრანგულად გამოვიდეს. ბატონო გივი, ამდენ გადასაღებ მოედანწერა იმის, რასაც ამბავიც მოხდებოდა. თუ შეიძლება მოგვიყვეთ, თუ გაიგრძელებთ. ამდენია საცრა, მაგრამ ერთი მოხდა კურიოზი, რომელსაც ძალიან უყურებდი ფილმს გუშინ და ეს რა ქვია ზუსტად იქაჩვენეს ის, რაც მე ნახდათ შემევთქვა რა, შვილიშვილებს ვიცავ. მიღებდნენ ნახალოკაში პლატონას დუკანთან, თამაშობდი ძველი ბიჭის როლს, რომელიც ესე იგი დაასხავს იმ ბენზოკალონკაზე აი ნავთობგასამართო სადგურში დაასხავს ბენზინს იმას, რა ქვია, ტიპს და უნდა რომ დაწვავს და მისდევს და მთელი ხალხი მიყურებს შეკრები ამ და ვიღაცა უცად მაიორი გადმოხდა მაგან და დამადო იარაღი არ გაიზე აღვ ვა ბიჭო გავგიჟი ვიპიკე ალბათ სცენარში არის და მე არ ვიცი და ხალხმა დააყარა სიცილი ამბავი და მეც მივხვდი რომ ეს ნაღდი იყო და ბიჭო რა დაიმორცხა თავი ჩაგუნა მირის მე დაუძახე ნუ დაიმორცხოთ მეთქი თქვენ ყველაზე კარგი მაყურებელი აღმოჩნდით აი ამ ხალხთან შედარებით რომ თქვენ ყველაზე კარგად აღიქვით ეს ამბობ რაც დავარია მე დიდი კომპლიმენტი გამიკეთეთ ამითი რომ თქვენ დარწმუნდით რომ მე ისევ თამაშობდი რომ თქვენ როგორ რატომ ვენაღდათ ეს ვნახე ზუსტად ჩვიდოს ვიცავ რა ამერიკულ ფილმში ბატონო გივი თქვენ ასევე რეჟისორი ბრძანდებით თქვენი ფილმებიც ცნობილია ჩვენთვის თუ შეიძლება მოგვიყვეთ ანუ როგორ დაიწყო რეჟისორობა მე ახლა არც მიფიქრია მაგრამ მოხდა ისეთი რამე რომ მოვიდნენ იმედის ტელევიზიიდან და მითხეს რომ აიო არსებობს რაღაც კლუბი იყო ხომერი კი იყო ძალიან ლამაზი გოგონა და მითხა რომ აიო ჩვენ გვინდა რომ თქვენ გადაიღოთ ერთ დღიანი ფილმი ბიჭო არა უცბად დაწერილი მქონდა ძია სკრიპკა მოთხრობა ავდექი და მე ვთხარ კარგი დოდის არის ორ დღეში ვიწყებთო კი ბატონო მე ვთხარ ამ ორ დღეში გავაკეთე სცენარი ძია სკრიპკის მე თვითონვე მსახიობებს დაუძახე ავიყვანე და ერთ დღეში გადავიღე და შემდეგ ამან ამ ძია სკრიპკამ მომიტანა ძალიან დიდი გამარჯვება ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე და მე ამას მოყვა უკვე ჩემი ფილმი ქუჩის დედოფალი რომელშიც თამაშობს თავარ როლს ილინკა არა ხო ამას მოყვა ქუჩის დედოფალი რომელმაც ამანას პრიზი აიღო ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე და შემდეგ მოყვა ამას ბეღურების გათოშილი ბეღურები სადაც თამაშობს ირინკა წერეთელი პატარა გოგო მთავარ როლში და ამირიკა წერეთელმა სხვა შორის ფესტივალზე აიღო პირველი ადგილი
ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე როლის პატარა ხო საუკეთესო როლის შესრულება. ნუ ბაბუამაც ბატონმა ალისა ვამრსკიმაც ბათუმის იმაზე აიღო ერთ-ერთი პრიზი. ბატონო გიევი, მინდა ანუ სპორტულ ცხოვრებაზე გითხოთ. რომელია თქვენი საყვარელი სპორტი? ნუ ეხლა მე ყველა მიცის რომ მე მთის მოთხილამურე ვარ, საქართველოს პრიზიორი ვიყავი წყლის თხილამურებში, ჩოგბურთელი ვარ, ან ორდიშე ვიყავი და მოკრივე, ესე. ბრავო, ხრივ პროფესიონალი ხარ. ანკა, მე რამდენადაც ვიცი, შენ კი ხარ ამ შემთხვევაში ჟურნალისტი, მაგრამ ანუ არ აბარებ ამ პროფესიაზე, რომელ პროფესიაზე ფიქრობ და რომელია შენი სამომავლო გეგმები? ჩემი პროფესია ჯერჯერობით ვირჩევ. მე მინდა წავიდე პოლიტიკაში, ძალიან მაინტერესებს ახალი საქართველოს განვითარება. მე ვფიქრობ, რომ არის საჭირო მოვიდეს ვიღაცა დაეხმაროს საქართველოს უფრო განსხვავებულად გამოვიდეს სოფლიოში, რომ საქართველოს სახელი იცოდეს ყველა. ნუ ახლოს ტრადიციები, რა თქმა უნდა. ბატონო გივი, რაღაც სამომავლო გეგმების შესახებ მოგყვებით. ნუ სამომავლო რა ეხლა ველოდები რომ თუ დაიბეჭება ჩემი საფრანგეთში, ეხლა უკრაინაში გამოვა ეხლა ჩემი წიგნი და გადაითარგმნა ჩემი წიგნი, მე 15 წიგნის ავტორი ვარ, რომელიც გაათარგმნა რამდენიმე ენაზე მსოფლიოს ფრანგულად, ინგლისურად, რუსულად, უკრაინულად, აზერბაიჯანულად, სომხურად. კიდე რამდენიმე ენაზე გავუცვათ ამომივარდა თავიდან. და ეხლა ვაპირებ რომ ახალი წიგნი უნდა გამოუშვა, რომანი, რომელსაც ერქვა კუდამელია. დიახ. ხო და ნუ აი მუშაობ რა ამ წიგნებზე და ველოდები ახალ გადაღებას კინოში, ფილმში. ძალიან დიდი მადლობა ანუ ბატონო გივი მობრძანებისათვის, მაგრამ სამ დავიმშვიდობებით ტელემაყურებლებს, მინდა პატარა რჩევა მისცეთ მოზარდებს, იმიტომ რომ ტევეკვირიკა სწორედ მოზარდებს. მოზარდებს მე აი მხოლოდ აი ამ რჩევას მივცემ, რომ მე მაგათი ესეთი ლექსი ერთი წარია. დიახ. ყველაზე დიდი რაც კია ლექსი სახელად ქვია დედის ალერსი. ბავშვებს მოზარდებს უსურვებ, რომ არასოდეს არ დაეკარგოთ სურვილი დედის ალერსისა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გივი ასეთი მშვენიერი სიტყვებისათვის და მობრძანებისათვის. ზურბას ტელემაყურებლებო, შეგახსენებთ ჩვენი სტუმრები იყვნენ ყველასათვის საყვარელი კინორეჟისორი, მსახიობი, მოცეკვავე ბატონო გივი სიხარულიძე და ასევე ჩვენი სტუმარი გახდა დანა სოლომონაშვილი, რომელიც მოსკოვში სწავლობდა გადაცემა აღუბლის ქუჩის ფორმატის გადაცემას. ზურბას ტელემაყურებლებო, გადაცემა აღუბლის ქუჩა და ანაორსკი გემშვიდობოთ მომავალ შეხვედრამდე დროებით. კერძო სკოლა ლიცეუმი კვირიკე. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე აპრობირებული მეთოდით. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების გარდა მოსწავლეები დამატებით სწავლობენ ორუცხო ენას, ინგლისურს და რუსულს, საინფორმაციო ტექნოლოგიებს, მხატვრულ შემოქმედებას, ქართულ ცეკვას, ხალხურ სიმღერებსა და საგალობლებს, ჭადრაკს, მეტყველებას. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ორჯერადი კვებით. სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის მეთვალყურეობით ამზადებენ დავალებებს. მისამართი: ალექსანდრე ყაზბეგის 47. დამატებითი ინფორმაციისთვის დაარეკეთ ნომერზე 551 63 30 00. სკოლა ლიცეუმი კვირიკე. მომავლის საქართველოსთვის.